სალამი მოგესალმებით ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1991 წლის 16 ივნისს. შემდეგი კითხვა დასმულია თიმ კარტერის მიერ და ცოტათი ბუნდოვნად იწყებს და შემდეგ უფრო ასწორებს მას და ჯონი ეხმარება და ჯონი ამას ხშირად აკეთებს ხოლმე ბატონი მაკარტური, რომ ეხმარება ადამიანს, რომ ჩამოაყალიბებინოს კითხვა, იმიტომ ხშირ შემთხვევაში არც ისე იოლია რაღაცას ნერვიულობ, ხალხთან გამოდიხარ, ან კარგად არ აგაქვს ჩამოყალიბებული კითხვა. ამიტომ მე ვცდილობ ხოლმე, მეც თარგმნის დროსაც რომ რაღაცნაირად უფრო ისე მიუდგე, რომ არ დავამახინჯო. და ბატონი ჯონი ამის მაგარი სპეციალისტია. შემდეგი კითხვა ესეთი არის. მე მქვია თიმ კარტერი. ეთანხმები თუ არა, როდესაც შენი სულიერი ძმა ცოდვაშია ჩავარდნილი და ჩვენ ვიცით რომ რა არის ღმერთის ღვთაებრივი გეგმა და მიზანი, რომ ღმერთის ღვთაებრივი გეგმა არის, რომ შენი ძმა მობრუნდეს და უკან შემოირიგო. და საჭიროა თუ არა, რომ პირდაპირ ჯერ დაუპირისპირდეთ და უთხრათ, მოვიყვანოთ 2-3 მოწმე და თუ საჭიროა უფრო მეტიც მერე, რასაც ბიბლია გვასწავლის, ხომ არ იქნება ეს რაიმე დარღვევა, ან ნაჩქარევი ნაბიჯი? და ჯონი ეკითხება, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გაიმეოროთ უფრო და გარკვევით მითხრათ, თქვენ უფრო რა გაინტერესებთ? და თიმი აგრძელებს. მე მინდა შეგეკითხოთ. მე ძალიან ვცდილობ, რომ ჩემ თავთან ვიყო მართალი. და ეს არის უფრო ჩემი სინდისის საკითხიც. მე ვხედავ, რომ ვიღაცა პიროვნება ცოდავს და მე რომ მივიდე და უთხრა ამას, ასევე მე 2-3 მოწმეს ეკლესიაში გავაგებინო, იმიტომ რაც მე ვხვდედა, რომ მისი ცოდვა არღვევს ჩვენი ეკლესიის ერთიანობას. სწორედ მოვიქცევი? სწორი იქნება ეს? ხომ არ ავნებს ეს ეკლესიის ერთიანობას? ჯონ მაკარტური პასუხობს, სხვა სიტყვებით, თქვენ გაინტერესებთ, თუ ვიღაცას ცოდავს, ნუ კითხათ სხვებს ამის შესახებ და წახვიდეთ და ჯერ თქვენ თვითონ დაუპირისპირდეთ. ამას მეკითხებით? დიახ, ამას გეკითხებით. ეს იქნება ავტორიტეტული რჩევა, რომ მივიდე და პირდაპირ უთხრა? ეხლა ჯონი აგრძელებს, ჯონ მაკარტული. ახლა რასაც თქვენავთ, ეს არის ის, რომ თუ ადამიანის იცით, რომ ადამიანის ცოდავს, არ არის საჭირო პირველ რიგში მიხვიდეთ და სხვებს გააგებინოთ ეს. ბიბლია გვეუბნება, რომ პირდაპირ მიხვიდოთ და მას უთხრათ, კონფრონტაცია გაუკეთოთ, რათა მან მოინანიოს. და თუ ამას ის არ გააკეთებს, შემდეგ დგავთ ამ ნაბიჯს. გასაგებია? ეს არის ზუსტად რასაც ჩვენ გვასწავლის მათეს სახარების 18 თავში, როცა იესო გვეუბნება. და თიმი ამბობს, რომ მე თავიდან მეშინია და არ ვერიდება, რომ ბევრმა ადამიანმა არ გაიგოს ეს. დიახ, სწორედაც ესე უნდა მოვიქცეთ, რასაც გვეუბნება. თუ თქვენი ძმა ცოდვაშია, თქვენ უნდა მიხვიდეთ, თუ თქვენი ძმა ცოდავს, უნდა მიხვიდეთ და პირველ რიგში მას და ტექსტი ამას გვეუბნება, რომ თქვენ მას უნდა გააგებინოთ. ეს არის სწორი მიმართულება და შემდეგ კი თუ ის არ მოისმეს, მერე აკავთ 2 და 3 მოწმე და მათთან ერთად კონფრონტაციას აკეთებ და ეუბნებით. და თუ იმათაც არ მოусვეთ, აი შემდეგ უკვე ეკლესიას და ეკლესიას აყენებთ საქმის ხურში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ის გიპასუხებთ, რომ მე შენი მოსმენა არ მინდა, მე არ უსმენ იმ მოწმეებსაც, რომელსაც მოიყვან, ხო? მაშინ თქვენ იძულებული ხართო ესეც ეკლესიას გააგებინოთ. და თუ ის უარყოფს ამ საკითხს, გასაგებია, როგორც უნდა მოიქცეთ, ხო? მაგრამ თუ ის პირველივე ჯერზე, როცა თქვენ ამას კონფრონტაციას გაუკეთებთ, ხო? და მიიღებს, მაშინ აღარ არის საჭიროება არანაირად, რომ კიდევ 2-3 მოწმეს გავაგებინოთ და ეკლესიას. გასაგებია? დიახ, გმადლობთ. და ჯონი უგრძელებს. ამ სიტუაციაში ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ ამავე დროს არანაირად მორიდება და არანაირად თავშეკავება. თქვენ უნდა იმოქმედოთ ზუსტად ამ პრინციპით, რომ თქვენ სინდისთან, თქვენს ქრისტიანულ რწმენასთან იყოთ მართალი, რასაც გვეუბნება ბიბლია. თუ ხედავთ ძმას, აუცილებლად ეს უნდა იქნეს კონფრონტაცია უნდა მოხდეს და ის უნდა იყოს ხილებული ამ საკითხში ერთი ერთზე.
და თუ ის გაიგებს, მაშინ ბუნებრივია აღარ არის შემდეგი ეტაპების გავლა. გასაგებია? დიახ, გმადლობთ, გასაგებია.